თბილისში წიგნის დღეები გაიხსნა ქართველი და თბილისში სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული უცხოელი გამომცემლები, ილუსტრატორები და წიგნის დიზაინერები ექსპო ჯორჯიაში 17 სხვადასხვა გამოფენას გამართავენ. ფესტივალი 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. რა ხდება ამ დროისთვის ადგილზე, ამას უკვე ლიზა ციციშვილი გვეტყვის. ლიზა, გისმენთ? ფესტივალი მართლა ცოტა ხნის წინ გაიხსნა. წიგნის დღეები, რომელიც მთავარ აქცენტს აკეთებს საბავშვო წიგნებზე, ილუსტრატორებზე და მათ გამომცემლებზე, ოფიციალურად გახსნეს მისმა დამაარსებლებმა და ორგანიზატორებმა, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრთან ერთად. თქვენ მართალი ხართ, 17 ექსპოზიცია არის დაგეგმილი ფესტივალის ფარგლებში, მათ შორის 3 იქნება ქართული, ადგილობრივი, ქართველი მხატვრების მიერ შექმნილი ნამუშევრების ექსპოზიცია, 14 გამოფენა კი იქნება საერთაშორისო, ასევე დაგეგმილია საერთაშორისო კონკურსი, სადაც სპეციალური ჟიური შეარჩევს საუკეთესო ილუსტრაციების პროექტებს და დააჯილდოვებს მათ ავტორებს სხვადასხვა პრიზებით. წელს სწორედ ილუსტრატორებზე და წიგნის დიზაინერებს ექცევათ ყურადღება. ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ის აქტივობები, რომლებიც ზოგადად წიგნის და ავტორების პოპულარიზაციას ეძღვნება და სწორედ ამიტომ ჩვენ სტაბილურად მხარს ვუჭერთ ამ ღონისძიებას. მინდა მოუწოდო ფესტივალის სტუმრებს, დამთვალიერებლებს, რომ მთელ ტერიტორიაზე ნუ დაეზარებათ და ყველა პავილიონში შევიდეთ, იმიტომ რომ ყველა პავილიონში მათ დახვდებათ სიურპრიზები. ფესტივალს აქვს საგანმანათლებლო ფუნქცია და გამოფენებისა და ბაზრობის გარდა უმასპინძლებს საინტერესო შეხვედრებს, მასტერკლასებს და საჯარო ლექციებს, რომლებსაც უცხოელი ილუსტრატორები ჩაატარებენ, ასე რომ ამ ფესტივალზე დასწრების მსურველებს აქვთ დრო 29 ნოემბრამდე და როგორც ამბობენ ორგანიზატორები, მათ ძალიან ბევრი საინტერესო სიურპრიზი ელოდებათ ამ დღეების განმავლობაში. დიდი მადლობა ფესტივალის გახსნიდან ლიზა ციციშვილი გვერდთვებოდა.